მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ესეთი პოზიტიური გაშლა, რომელსაც გვია რა სასიხარულო ცვლილებები მოხდება შენს ცხოვრებაში ამ ახლო მომავალში, ხო? განვიხილავთ რომელ სფეროში იქნება ეს, რას მოგიტანს და ასე შემდეგ, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, თქვენთვის არის ეს დღევანდელი გაშლა. გვექნება სამი პოზიცია როგორც სულ, მაგრამ სანამ სამ პოზიციას შევდგებით, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმათთვის, ვინც პირველად გვიყურებს და აქამდე არ უნახეთ ჩემი გაშლა, რომ ეს გაშლა არის საჯარო და ზოგადი, შესაბამისად, პასუხებიც არის უფრო მეტად ისეთი აბსტრაქტული და ზოგადი. თუ გაინტერესებს, რომ უფრო მეტად კონკრეტულად ნახო, განიხილო შენი სიტუაცია, ხო? ამისთვის უკვე საჭიროა ინდივიდუალური გაშლა, შესაბამისად, თუ და გაინტერესებს და გექნება სურვილი, შეგიძლია შემეხმიანო და გელოდები ინდივიდუალურ ტარო სესიაზე და ასევე ბედის მატრიცის შეკვეთაც თუ გაინტერესებს და აწყობა და ინტერპრეტირება, ესეც ჩემთან შეგიძლია მომმართო, ხო? კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, სამი პოზიცია გვექნება. პირველი პოზიცია. მეორე პოზიცია. ვერ ვაჩერებ და მესამე პოზიცია. ეს ძლივს გავაჩერეთ ახლა. აჰა. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება არჩევისთვის, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და ისე აირჩიოს პირველი, მეორე, მესამე პოზიცია, შეგიძლიათ სამივეს მოусმინოთ და სამივე პოზიციაში რაღაც თქვენი იპოვოთ, ხო? კარგი, ჩვენ კი დავიწყებთ. სასანდავით უფრო არ გაგორდეს პირველ პოზიციისგან. ჩანს, ხო? ჩანს. კარგი. დავიწყოთ პირველ პოზიციისგან, აბა. დავიწყოთ. ვაი. ზათარიან დასტებიც პირველ პოზიციასთან სასაუბროთ. ჩამოვთვლი ახლა მე სფეროებს, პირველი პოზიციის და ვნახოთ რომელ სფეროში იქნება სასიხარულო ცვლილება შენ ცხოვრებაში. აი მე გადმოცვივდა ყველა კარტი. აშკარად საინტერესო რაღაცების თქმა უნდათ აქ პირველ პოზიციისთვის კარტებს. კარგი, ესე იგი, პირველ პოზიციის ცხოვრებაში სასიხარულო ცვლილებები, რაც ზუსტად მოხდება ამის ცხოვრებაში ამ ახლო მომავალში. რომელ სფეროში იქნება ეს სასიხარულო ცვლილებები მაღალი არკანით მაჩვენეთ ეს სფერო. სასიყვარულო სფერო, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინა, ოჯახი, ყოველდღიურობა, თუ ყველა სფერო ერთად. ხო? დავიწყოთ ასე. ვნახოთ როგორ ჩანს მე მგონი, ხო? კარგი, სასიყვარულო სფერო. კი ბატონო, არკანი სასიყვარულო სფერო, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, ოჯახი, რუტინა, თუ ყველა სფერო ერთად. აქ მთავარი სფეროები იქნება სასიყვარულო და კარიერა, სამსახური. კარგი, დავიწყოთ. ესენი აქ დავდოთ. დავიწყოთ სასიყვარულო სფეროთი. რა სასიხარულო ცვლილება მოხდება ამ ახლო მომავალში პირველ პოზიციის ცხოვრებაში მის სასიყვარულო სფეროში, ხო, რო გვაჩვენეთ აქ. რა სასიხარულო ცვლილება იქნება ეს? რაში იქნება თვითონ ეს ცვლილება? რაში იქნება თვითონ ეს სასიხარულო ცვლილება და შედეგი? ამ ყველაფრის, ხო? ჩანს. თვითონ სასიხარულო ცვლილება მის სასიყვარულო სფეროში. აქ შანსი, აქ ასეთი შანსი, აქ ისეთ პიროვნებასთან, ვისთანაც
ამას დამიხედეთ. აქ უმეტესობისთვის არ დავივიწყოთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ხო? უმეტესობისთვის აქ შეიძლება იყოს ისეთი სცენარი, რომ გამოჩნდეს ისეთი პიროვნება, ვისთანაც გაქვთ პაუზა, ან არის თქვენი ყოფილი, ან აღარ ესაუბრებით ერთმანეთს, ხო, რაღაც გაცივდა სიტუაცია და ეს პიროვნება, უმეტესობისთვის მამაკაცი, აქ ისევ გამოჩნდება თქვენთან ახალი შანსით და ეს ძალიან გაგიხარდებათ, რაღაც ახალი შემოთავაზებით, რაც ძალიან გაგითფობთ გულს, აგაღელვებთ, გაგახარებთ და ეს არის აქ, ხო? ესე იგი, აქ ვიღაცა ისეთი პიროვნება, ვისთანაც არ საუბრობს, ხო, ვისთანაც არ წავიდა სიტუაცია განვითარებისკენ, ან ვერ წავიდა სიტუაცია განვითარებისკენ. ეს ყოფილია უმეტესობისთვის ეს არის ყოფილი. უმეტესობისთვის ეს არის იმის პერსპექტივა, რომ ვიღაცასთან ეს ახალი იყოს. არა, აქ უმეტესობისთვის, ძალიან ბევრისთვის ეს იქნება ყოფილი ისეთი პიროვნება, ვისთანაც მოხდა თავერი, კოშკი, ხო, დაიმსხვრა ყველაფერი, ან ტრანსფორმირდა ურთიერთობა და ვერ წავიდა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მაგალითად პირველ პოზიციას ჰქონდა სურვილი. მაგრამ რა სასიხარულო ცვლილება იქნება აქ ზუსტადაც, რომ აქამდე რო იყო რაღაცნაირი ისეთი სიტუაცია თქვენ შორის, აქ შეიძლება იყოს პაუზა, შეიძლება საერთოდ არ საუბრობთ, შეიძლება საერთოდ გაშორება მოხდა, ხო? განშორება ერთმანეთისგან. აქ ამ პიროვნების გამოჩენა და ზუსტად ეს არის თვითონ სასიხარულო ცვლილება. რაც არის, მაგრამ მაჩვენეთ უფრო კონკრეტულად. აი რა სასიხარულო ცვლილება იქნება ეს, რასაც ძალიან კარგად გვიყვებიან კარტები აქ ამ ისტორიას, რა სასიხარულო ცვლილება და ზუსტადაც ის, რომ აი ყველაფერი დასრულდა, იყო აბსოლუტური გაურკვევლობა. აქ ყველაფერი დაუსრულდა პირველ პოზიციას ამ ადამიანთან, თუ იყო აბსოლუტური გაურკვევლობა, რომელიც აი იწელებოდა. დასრულდა ზოგთან არ იყო გარკვევლობა, არ იყო სტაბილურობა, ხო? არ იცოდით, აი რა ხდება ამ პიროვნებასთან, რა ურთიერთობა არის ეს, ხო? რა ქვია ამ ურთიერთობას ამ პიროვნებასთან. ზოგს შეიძლება ქონდა ისეთი სიტუაციაც, რომ რაღაც ურთიერთობა ისე წავიდა კონკრეტულობამდე არ მივიდა, შესაბამისად რაღაც კიც დასრულდა, არ დასრულდა, აი რაღაც ასე იყო და ზუსტად რა სასიხარულო ცვლილება იქნება ეს, ცვლილება, რაც იქნება აქ სასიხარულო, რომ აქედან გამოდის ეს თქვენი ურთიერთობა და მიემართება ძალიან სწრაფად განვითარებისკენ. და ეს არის აქ სასიხარულო ცვლილება. შედეგი. შედეგი აქედან გამოსვლა. კი ბატონო, შედეგი წარსულში, რომ ამ სიტუაციამ მოგაყენა ცევდა, ტკენა, აქამდე ან ახლაც შეიძლება მიტირი ხართ ამ სიტუაციას და ფიქრობთ, რომ აი არა და შანსი გქონდა, არა და რაღაც კარგი კანდიდატი იყო, არა და რა კარგი იყო, ხო? თუ ამ ენერგიებში იმყოფებით, ან არის რაღაც, რაც ამ პიროვნებასთან ბოლომდე ჯერ მაინც არ დაასრულეთ, თუნდაც ყველაფერი იყოს დასრულებული. აქ შედეგი იქნება ის, რომ ახალი სიტუაციები გექნებათ ახალი ამ პიროვნებასთან და ეს იქნება პერსპექტიული პირველი პოზიციისთვის. სამართლიანობის მიხედვით, თუ ორივე სამართლიანად წაიყვანთ სიტუაციას და გაარკვევთ ვითარებას ერთმანეთთან, კი, აქ არის დიდი პერსპექტივები. აქ მოსალოცი ამბავია, რაც სასიხარულო სფეროს შეეხება. ეს სასიხარულო ცვლილება მართლაც სასიხარულოა. კარგი. ანუ აქ რო გამოგვივიდა ეშმაკის არკანი, ზუსტადაც აი აქ არის ასეთ სიტუაცია. ესე იგი, გამოვა ეს ეშმაკური სიტუაცია, რაც გაქვთ ამ პიროვნებასთან, გადატრიალდება და აქ არის განთავისუფლება, შვება, გამოსვლა ამ რაღაც გაურკვევლობიდან ამ პიროვნებასთან. კარგი, სასიხარულო სფერო გავარკვიათ, ჯანმრთელობა მშვენიერად არის აქ და კარიერა, სამსახური კარიერა. აი აქ მოვიდა მაღალი არკანი კიდევ. კარგი, მაჩვენეთ სასიხარულო ცვლილება ახლო მომავალში პირველ პოზიციის ცხოვრებაში ამ კარიერაში, სამსახურში, სფეროში. რა სასიხარულო ცვლილება კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს სასიხარულო ცვლილება და შედეგი. სასიხარულო ცვლილება. ვაუ, აქ უფრო აქ შემიძლია ვთქვა პირველი აზრი რაც მქონდა რომ ნახე ეს სამი კარტი დაწინა აქ შემიძლია ვთქვა დაწინაურება დაწინაურება უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა აქ ისიც შეიძლება იყოს ახალი შემოთავაზება ხო მაგალითად ვინმემ შემოგთავაზოთ რაღაც ისეთი რაც დაგეხმარებათ რომ თქვენი კარიერა ან სამსახური სადაც მუშაობთ უფრო კიდევ რაღაც სხვა საფეხურზე გადავიდეს უფრო მეტი კლიენტურა გყავდეთ ხო მაგალითად თუ საკუთარ თავზე მუშაობთ ან ზოგადად
ადამიანებთან მუშაობთ და კლიენტურა გჭირდებათ, ხო? უფრო მეტი კლიენტურა გყავდეთ, უფრო სტაბილური, მაღალანაზღაურებანი შემოსავალი გქონდეთ, ხო? აი, აქ ასეთი ცვლილებებია. რაში მდგომარეობს სასიხარულო ცვლილება კონკრეტულად? აი აქ ზუსტად სასიხარულო ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ აქ იყო ხუთიანი პენტაკლის, იყო გაურკვეველი თქვენთვის, იყო გაურკვეველი თვითონ კარიერა თუ ფინანსები, თუ ორივე ერთად თვითონ კარიერა, ფინანსები, ორივე ერთად. აქ ვიღაცას შესაძლოა ქონოდა გაურკვევლობა ფინანსებთან დაკავშირებით, ხო? ანუ შეიძლება მუშაობთ სადმე რამე რაღაცნაირად, მაგრამ ფინანსები, ნუ რაღაცა არც ისე სტაბილური ან არ გაკმაყოფილებთ. ან ვიღაცა შეიძლება ეძებს სამსახურს, ხო? არა აქვს, უნდა რომ რაღაც ცადოს და ნუ რაღაცა ვერ და არ გამოდის. აი ზუსტად აქ კარიერა სამსახურის თემაში იქნება ახალი შემოთავაზება, რაც წინ წაგწევთ თქვენს კარიერაში და თქვენს განვითარებაშიც, რა თქმა უნდა, და აქ იქნება დიდი პერსპექტივა, რომ რაღაც სტაბილური შემოსავალი გქონდეთ ან სტაბილური კლიენტურა გყავდეთ. და შედეგი. რაზეც საუბრობდი, სტაბილური შემოსავალი, რომ სტაბილურად რაღაც აკეთოთ. ყოველ დღე რაღაც აკეთოთ, ხო? ვინც მაგალითად არ იყო დასაქმებული, დასაქმდეთ, ვინც დასაქმებულია, მაგრამ იყო რაღაც პრობლემები, რაც არ გაკმაყოფილებდათ, ამის დასტაბილურება. და აქ ფინანსები ძალიან ისეთი კარგად, მეტნაკლებად სტაბილურად, მაგრამ უფრო მთავარი აქ არის სიამოვნების მიღება. კი, სიამოვნების მიღება აქ არის ასევე ამ საქმიანობიდან, კი. კარგი. ეს იყო, აქ ეს ორი სფერო იყო წამყვანი პირველ პოზიციასთან. ახლა მინდა მე ვიკითხო, აქ რჩევა, ხო, ზოგადად რჩევა პირველ პოზიციას, რომ ეს სასიხარულო ცვლილებები მალე რაღაც მოვიდეს მის ცხოვრებაში, რჩევა ამასთან დაკავშირებით. Vacuum away fear. Call up an archangel Michael and Raphael to lift fear-based energy from you, your surroundings, the situation and everyone involved. ანუ ის ვაკუუმი, შიშის ვაკუუმი, რაშიც იმყოფება ახლა პირველი პოზიცია, რაშიც იმყოფებით თქვენ და ამყოფებთ თქვენთვის ახლო ადამიანებსაც, ვინც თქვენს ირგვლივ არის, ძალიან გიშლით ხელს, რომ ეს სასიხარულო ცვლილებები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში და გქონდეს ამ სასიხარულო ცვლილებებს ადგილი. და შიში პირველ რიგში უშლის ენერგეტიკულად ამ ცვლილებებს ხელს. ამიტომ, ვისაც სჯერა ანგელოზების ღმერთის, ხო, შეგიძლიათ მიმართოთ მიქაელს და რაფაელს, რომ დაგეხმაროთ ამ შიშის მოცილებაში, გაშვებაში და ვისაც ჯერა უბრალოდ ზებუნებრივი ძალების, შეგიძლიათ უბრალოდ სამყაროსაც მიმართოთ, ხო, რომ დაგეხმაროთ. შეგიძლიათ თქვენ თავსაც გაესაუბროთ, დაელაპარაკოთ, მოусმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, რატომ გაქვთ შიში, რისი შიშია და შემდეგ გაანალიზოთ ეს და გავშვათ ეს შიში, ხო? ასე რომ აქ გინდა ერთი რჩევა, მეორე თუ მესამე, სამივე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს შიში რეალურად უშლის პირველ პოზიციას ხელს, რომ ეს სასიხარულო ცვლილებები მოიზიდოს მის ცხოვრებაში. ასე რომ წავა შიში, მოვა სასიხარულო ამბები. იყოს ასე. თუ გინდათ, რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და მართლაც ასე იყოს, აუცილებლად დაკომენტარეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო და ვისაც ჩემი არხი ჯერ კიდევ არ გამოუწერია, აუცილებლად გამოიწერეთ. გეოვდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ინფორმაცია ყველაფერი, მითითებულია ვიდეოს ქვემოთ. მადლობა ყველას. ჩვენ წავალთ ახლა მეორე პოზიციასთან. მივესალმები მეორე პოზიციას. აბა ვნახოთ რა სასიხარულო ცვლილებები ექნება მეორე პოზიციას. ამ ახლო მომავალში ზუსტად მის ცხოვრებაში, ხო? ჯერ ჩამოვთვალოთ სფეროები, რომ ვნახოთ რომელ სფეროში მოხდება ეს სასიხარულო ცვლილება. მაღალი არკანით აჩვენეთ ის სფერო, სადაც იქნება ეს სასიხარულო ცვლილებები მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ამ ახლო დღეებში სასიხარულო სფერო, ჯანმრთელობა, ერთი დავტოვოთ, ჯანმრთელობა მენტალური და ფიზიკური, კარიერა და სამსახური, ფინანსები, რუტინა და ყოველდღიურობა, რუტინა, ოჯახი და ასეთი საკითხები, თუ ყველა სფერო ერთად რატო ამოდის ორ-ორი. კარგი, დავწუნდახოთ ჯერ სასიყვარულო. აქაც სასიყვარულო, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა სხვათა შორის აქ უმჯობესდება, ვისაც ქონდა პრობლემები. ესე იგი, კარიერა, აქაც
აქაც ისე როგორც პირველ პოზიციას სასიყვარულო კარიერა სამსახური, ფინანსები, რუტინა, ოჯახური თემები თუ ყველაფერი ერთად. სხვათა შორის აქ ბევრი სფეროა ერთად და როგორც არკანების მიხედვით ვთვლით, პირველი არკანი, მეორე არკანი და მესამე არკანი. აი ამ სამ სფეროს განვიხილავთ აქ, ესე იგი. აქ არის სასიყვარულო, კარიერა და რუტინა, ოჯახი, ყოველდღიურობა. აბა ვნახოთ, დავიწყოთ სასიყვარულო თემით. სასიყვარულო სფერო, აბა რა სასიხარულო ცვლილებები იქნება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში ახლო მომავალში. რა სასიხარულო ცვლილებები იქნება, რაში იქნება თვითონ სასიხარულო ცვლილება მის სასიყვარულო სფეროში და შედეგი. რა სასიხარულო ცვლილებები? აქ პენტაკლების მეფე ამოვიდა. აქ ვიღაც უმეტესობისთვის ეს იქნება მამაკაცი, ხო არ მიწყინოთ, ვინც ქალბატონი ჩაიფიქრეთ, უმეტესობისთვის მამაკაცი და ამიტომ ვამბობთ ასე, მაგრამ კიდევ ერთხელ არ აქვს ეს აქ არსებითი მნიშვნელობა, უბრალოდ ჩემთვის უფრო კომფორტულია ასე. აქ კონკრეტული პიროვნება, ამ შემთხვევაში მამაკაცი, პენტაკლების მეფე, მოვა მეორე პოზიციასთან მთელი თასებით, 10-იანი თასით, ტუზი თასით, აქ არ ვიცი. აქ ასეთი ემოციებს მოუტანს ეს მამაკაცი მეორე პოზიციაზე. აქ შემიძლია ვთქვა, აქ სიყვარული, კი, აქ არის სიყვარული, აქ საოცრები ხდება. აქ არის სიყვარული, შეყვარება, აი ემოციების ფანდანი, შადრევანი, ფაიტონიც, ყველაფერი საერთოდ, მიქსი, კოქტეილი ემოციების, რომელიც აი ძალიან გავსებთ, ძალიან არ ვიცი, გიხარიათ, ეს არის საოცრება. ეს პენტაკლების მეფე ახალი პერსონაჟია მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, თუ იცნობს უკვე ახალი პერსონაჟია. შეიძლება ეს იყოს ვიღაცა ისეთი, ვინც იბრძვის თქვენი ყურადღებისთვის. ვინც იბრძვის. უფრო მეტად იცნობს ამას მეორე პოზიცია თუ არა ჯერ. იცნობთ, მაგრამ ქურმი ქალის მიხედვით რა ცნობაა ახლა ეს. ეს პიროვნება იცნობს მეორე პოზიციას თუ მეორე პოზიციას? არა, თვითონ აქ შეიძლება ეს პიროვნება რაღაცნაირად გიცნობთ, მაგრამ აქ მაინც ისეთი ცნობა, აი შორიდან რო ხედავ ადამიანს, ან უბრალოდ იცი ვინ არის. ან შეიძლება სადმე სოციქსელებში დაგინახათ. ხო, მაინც არ არის აქ ძალიან ახლო ცნობადობა ამ პიროვნებასთან. მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ მაინც ეს საჯარო გაშლა და შესაძლოა ვიღაცასთან სხვანაირად გათამაშდეს ეს ისტორია, მაგრამ აქ გამოჩნდება ეს პიროვნება თქვენთან, მთელი სიყვარულით, მთელი ემოციებით, აქ არის ესეთი არაჩვეულებრივი სტადია შეყვარების, სიყვარულის, სიხარულის, რომანტიკის ძალიან დიდი და ეს ძალიან სასიხარულო ცვლილება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, იმიტომ რომ მოდის პიროვნება, ამ შემთხვევაში მამაკაცი, რომელსაც მოაქვს აი ამდენი ემოციები და არ ვიცი აქ არის რეალური პერსპექტივა. აქ არის რეალური პერსპექტივა, რომ სტაბილური წყვილი იყოთ ამ პიროვნებასთან. საოცარი და ძალიან სასიხარულო ამის მოსმენა და შეხედვა ჩემთვის. კარგი, კონკრეტულად რა სასიხარულო ცვლილება იქნება აქ მის სასიყვარულო სფეროში? სხვათა შორის ძალიან წააგავს ეს რაღაცით, ეს ვითარება პირველ პოზიციას. შეგიძლიათ პირველი პოზიციის გაშლაც ნახოთ, თუ დაგაინტერესებთ, ხო? და გიგრძნობთ გული. რა სასიხარულო ცვლილება და ის რომ არაფერი არ ხდებოდა მის, ხო? ის რომ იყო თაყვანისცემლები, მაგრამ არ იყო ვინმე, ხო? რომ ყავდათ შესაძლოა აქ მეორე პოზიციას ყავდა რამოდენიმე თაყვანისცემელი, ან ბევრი თაყვანისცემლები ყავდათ, მაგრამ ის რომ რაღაცა კონკრეტული ვინმე რეალური ნაბიჯებით, ვიღაცა აქტიურობდეს, ან ვიღაცა იჩენდეს ინიციატივას, ხო? ეს გაკლდათ და ამიტომ იყავით რაღაც მომენტში, რაღაც ისე მოწყენილად, ან რა არის, რაღაც გაურკვეველი სიტუაციები, არაფერი სტაბილური, ხო? აი ამის შეცვლა. აი აქ არის კონკრეტული ცვლილება მდგომარეობს სასიხარულო ამაში, რომ ეს შეიცვლება და იქნება რა? ასეთი ვნებათა ყელვა, ახალი შანსები, აქ ძალიან დიდი ვნება, აქ ძალიან ბევრი ემოცია, აქ არ ვიცი, აქ მართლა შადრევანია ემოციების, ასე შემიძლია ვთქვა. შედეგი აქ ემოციები, აქ ახალი ემოციები, რომლებშიც აქ ბანაობს მეორე პოზიცია. მართლა სასიხარულო ამბავია ეს, ნაშკარად მიხარია. კარგი, სასიყვარულო ვნახეთ. კარიერა
კარიერა სამსახური, რა სასიხარულო ცვლილებები არის აქ კარიერაში, სამსახურში, მეორე პოზიციის ცხოვრებაში ახლო დღეებში, რა შემდგომარეობს კონკრეტულად ეს სასიხარულო ცვლილებები და შედეგი. რა სასიხარულო ცვლილებაა? აქ რაღაცის აქ გარკვევა რაღაცის მის კარიერა, აქ რაღაც სიტუაციის გარკვევა გადაჭრა. თუ მაგალითად სადაც მე მუშაობდით და ვიღაცასთან გქონდათ რაღაც გაურკვევლობა, ამის მოგვარება, ხო? თუ საკუთარ თავთან გქონდათ გაურკვეველი ემოციები იმ ვაკანსიასთან, სადაც მაგალითად მუშაობთ, ხო? იმ საქმიანობაში, რაშიც ხართ და ამასთან დაკავშირებით არიყავით დარწმუნებული, მინდა, არ მინდა, როგორ მინდა, ხო? ამის მოგვარება და ზოგადად ნებისმიერი იმ სიტუაციის მოგვარება, რაც ახლა თქვენს კარიერაში ან სამსახურთან დაკავშირებულ სიტუაციებში არის, ხო? აქ არის რაღაცის მოგვარება, რაღაცას გარკვევა საკუთარ თავისთვის, ისე რომ ეს გახარებთ თქვენ. აქ თვითონ მეორე პოზიცია არ ყვევს, თუ გარემო პირობები. გარემო პირობები გეხმარებათ აქ და ეს შეიძლება იყოს თქვენი დამსაქმებელი ან ბიზნესი მაგალითად თქვენი, ხო? რაღაც გეგმა, რასაც ხედავთ და აქამდე ან ვერ ხედავდით, ან რთული იყო კონკრეტული რაღაცების მოგვარება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები ერთმანეთთან მასში იყო, რა ქვია, კონფლიქტში, ასე რომ ვთქვათ, და ამის გარკვევა. ზუსტად რა სასიხარულო ცვლილება იქნება. King of Swords ეს პიროვნება თუ ეს რაღაც სიტუაცია. ესე იგი აქ მოგვარება რაღაც სიტუაციის, რაც უკავშირდება თქვენს კარიერას. აი ისევ არის კონკრეტულად ეს ცვლილება. მაგალითად, უფრო მეტი მიზანის დასახვა გეგმა, ხო. თუ იყო აქ რაღაც ისეთი ფორმალური საკითხები, რაც ბიზნესს უკავშირდებოდა ან საქმიანობას, ხო, დოკუმენტაცია, ან კიდე რაღაც ფორმალური საკითხები, აი ამის გადაჭრა მოგვარება. აქ შემიძლია ვთქვა, რომ თუ მაგალითად არ გქონდათ პერსპექტივა თქვენს კარიერაში, ამის მოხსნა და პირიქით დიდი პერსპექტივები, უფრო მეტი შესაძლებლობები, ხო? თუ გეშლებოდათ ხელი და ვერ იწყებდით მუშაობას, ან ვერ განახორციელებდით იმ თქვენ პროექტს, იდეას, რაც გქონდათ, ამის განხორციელება, ამის გაკეთება. ერთი სიტყვით, აქ პრობლემების საერთოდ მოხსნა, გზის გასუფთავება, ასე რომ ვთქვათ, აი ეს არის აქ სასიხარულო ცვლილება. შედეგი, აი აქ ზუსტად რასაც ელოდით, ან რაც დათესეთ, ის მოიმკით. აი ეს არის აქ შედეგი. რაც დათესეთ, ის ამოვიდა და უკვე დროა, რომ აიღოთ იმისგან შედეგები და გამოიყენოთ. რასაც ფიქრობდით, რასაც მსჯელობდით, რასაც დიდი ხანია შეიძლება მსჯელობდით, მაგრამ ვერ რაღაც არ გამოდიოდა, აი ახლა შედეგად მიიღეთ დასაჩუქრება, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ მართლაც სასიხარულო ამბავი არის აქ კარიერაში და სამსახურთან დაკავშირებით თემებში. კარგი, გადავიდეთ ახლა მესამე აქ ჩვენ გვაქვს. მესამე აქ არის რუტინა, ყოველდღიური საკითხები და ოჯახური თემები. ესეც უნდა გამოვიყენეთ დღეს. მოვედი მხოლოდ ერთი დასტით, არა ერთი წუთით. იქნება ამ დასტამ გადაიფიქრა და მზად არის რომ ესაუბროს. იმიტომ რომ გითხე არ უნდა დასწრში. ის მიიღებთ მონაწილეობას. Ну კარგი. მგონი ეტნაკლებად კი. მაინც გამოვიყენებ. კარგი, მაჩვენეთ აქ რუტინასთან და ოჯახთან დაკავშირებული სასიხარულო ცვლილებები მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რა შემდგომარეობს თავარი სასიხარულო ცვლილება აქ ამ სფეროსთან დაკავშირებით და შედეგი. Ну აქ ბევრად დასტაბილურება თქვენი რუტინული საქმეების. თუ იყო რაღაც პრობლემები რუტინულ საკითხებთან დაკავშირებით და თქვენ ოჯახთან დაკავშირებით, აქ აბსოლუტური სილაღე და სიხარული და აქ ისიც შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც სადღესასწაულო განწყობაც იქნება ოჯახში და ზოგადად თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ასევე ოჯახურ თემებთან უკავშირდება. თუ თქვენთვის ოჯახური თემები და თქვენი ოჯახი დიდად აქტუალური არ არის, მაშინ აქ თქვენ რუტინაზეა საუბარი, ხო? თუ რაღაც ან მოწყენილობა გქონდათ, ან რაღაც ყოველდღიურობა მოწყენილი იყო და რაღაც მოჟამული, ამის გახალისება, ხო? ეს იმათთვის, ვისთვისაც ოჯახური თემები და ოჯახის საკითხი არ არის აქ აქტუალური. რა მთავარი სასიხარულო ცვლილება იქნება აქ?
ხო, აი ამ ენერგიებიდან გამოსვლა, სადაც საერთოდ თუ ვიღაცასთან კამათში იყავით, თქვენი ოჯახის წევრებს გულისხმობ, ან თუ თქვენი რუტინა რაღაც ზედმეტად მოსაწყენი იყო, ამის შეცვლა, თუ კამათის თემაა, მაშინ კამათიდან გამოსვლა და სიტუაციის უფრო მეტად დარეგულირება. მაგრამ აქ ისეთი ენერგიებია თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, ხო? აი ისეთი რაღაც, აი მოსაწყენი, არაფერი რო არ ხდება, ხო? აი ამის შეცვლა, აქ არის ეს მთავარი ცვლილება, მაგრამ არ მიყვირს, იმიტომ რომ სასიყვარულო სფეროში და კარიერაში რო გეცვლებათ ენერგიებია, ბუნებრივი რომ აქაც რაღაც შეიცვლება, ხო? შედეგი. რაღაცების ის რა ქვია, კი, აი რაღაც იმ საკითხების გადაჭრა, მოგვარება, რაც ან აქამდე პრობლემას წარმოადგენდა თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? შეიძლება ეს იყოს რაღაც მართლა რუტინული საკითხი, მაგალითად, არ ვიცი, გაზი გაფუჭდა, რაღაც გაფუჭდა და ამის მოგვარება, რაც აქამდე პრობლემატური შესაძლოა ყოფილიყო, ან თანხებთან დაკავშირებით თუ იყო პრობლემები, ან ვინმე ოჯახის წევრთან დაკავშირებით თუ იყო რაღაც ისეთი კონფლიქტური დაძაბული სიტუაციები, ამის მოგვარება, ხო? მაგრამ ზოგადად აქ რუტინულ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური ენერგიებია და გამოდიხართ აი ამ ნეგატივისგან. ცოტა სწრაფს რა ვაშვები, იმიტომ რომ მე მესამე პოზიციაც მელის წინ. კარგი. შედეგი თქო, რჩევა მეორე პოზიციას ამ ზოგადად ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ეს სასიხარულო ცვლილებები მაქსიმალურად მალე მოვიდეს მის ცხოვრებაში. იგივე რჩევა მოვიღე, რაც პირველ პოზიციასთან. შიშის ვაკუუმი რომ გავაქროთ. შიში, რაშიც ხართ თქვენ თვითონ მეორე პოზიციას მიმართავ, რაშიც არის მეორე პოზიცია, ბუნებრივია ეს შიში გადადის ასევე თქვენთვის ახლო ადამიანებზეც, ხო? თქვენ ოდესაც იმყოფებით შიში, ეს შიში არის თქვენს ირგვლივ და იმ ადამიანებსაც მოიცავს შემდეგ, ვისთანაც ხშირად კომუნიკაციებთ ან კონტაქტობთ, ხო? და გიშლით ხელს ყველაფერში, ნებისმიერ სახის სასიხარულო ცვლილებას უშლის ხელს ეს შიში, ეს ფოთვა, ეს ეჭვები და ეს პესიმიზმი. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ გჯერათ კიდევ ერთხელ ანგელოზების, შეგიძლიათ მიმართოთ აქ მითითებულია მიქაელი და რაფაელი, რომ დაგეხმაროთ ამ შიშის გაშვებაში. ან ზოგადად მიმართოთ ზებუნებრივ ძალებს, ხო? ან სამყაროს. თქვენ თავსაც დაუკვირდით და მოусმინეთ, ხო? თუ რატო გრძნობთ ამ შიშს, ხო? რა შიშია ეს? შეგიძლიათ ამას ჩაუყრდნოთ უფრო მეტად გაეცნოთ, რის შედეგადაც ეს შიში იმდენად შემაშფოთებელი და შემაშინებელი აღარ იქნება თქვენთვის, ხო? ძალიან გავს ბევრი რაღაცა ისეთი საერთო ქონდა პირველ პოზიციასთან ამ სიტუაციას აქ, ასე რომ შეგიძლიათ პირველ პოზიციას იხილოთ და იმიტომ რომ რჩევაც კი იგივე ამოვიდა აქ. კარგი, მადლობა მეორე პოზიციას. თუ გინდათ რომ ეს ინფორმაცია ასეც იყოს და მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, აუცილებლად დააკომენტარეთ ეს ვიდეო, დალაიქეთ ეს ვიდეო და თუ ჯერ კიდევ ჩემი გვერდი არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ. ასევე, ვისაც გაინტერესებთ უფრო მეტად ინდივიდუალურად თქვენი სიტუაციების განხილვა, ხო? გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმები, მესამე პოზიცია ვინც აირჩია. დავიწყოთ აბა რა სასიხარულო ცვლილებები ახლო მომავალში ზუსტად მოხდება მესამე პოზიციის ცხოვრებაში. ჯერ ჩამოვთვლით სფეროებს და ვნახოთ მაღალი არკანით მაჩვენეთ, რომელ სფეროში იქნება ეს სასიხარულო ცვლილებები. სასიყვარულო სფერო, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინული საკითხები, რაღაც ყოველდღიურობა, თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, წამყვანი, კარიერა, სამსახური, სასიყვარულო სფეროებში აქ არის კომუნიკაცია, მიწერ-მოწერები და გაცნობები. ესე იგი, ჯანმრთელობა მოვიდა მაღალი არკანით, ფინანსებში და კარიერაში წინსვლა და რაღაც ახალი პროექტები და ენერგიაც ესე დინამიურია. ფინანსები, რუტინული საკითხები, მაღალი არკანით ყველაფერი ერთად. არ მგონია რომ ყველაფერი ერთად იყოს აქ. აქ არის მთავარი ორი სფერო წამყვანი. ფინანსები კი განვიხილოთ, ფინანსებს განვიხილოთ, აშკარად ფინანსებში არის. რუტინა განვიხილოთ თუ არა. რუტინა, ნუ არის რაღაც სასიხარულოები აქ რუტინულ საკითხებში, შეიძლება უკავშირდებოდეს ის პატარა რაღაც სასიხარულო ამბებს, მაგალითად ბავშვებს, ხო, ან ბავშვების თემას თუ ყავთ ეს ბავშვები, ხო? ნუ ისეთ ოჯახურ საკითხებს, რაც სასიხარულო და სასიამოვნოა, მაგრამ თავად მაღალი არკანი არ ამოვიდა, ამიტომ ამას არ განვიხილავ ახლა მე. ესე იგი, მე უნდა განვიხილო ჯანმრთელობა და ფინანსები. ჯანმრთელობა მოვიდა აქ და ფინანსები. კარგი, დავიწყოთ ჯანმრთელობით. რა სასიხარულო ცვლილებები იქნება აქ ამ დღეებში მესამე პოზიციის ჯანმრთელობის სფეროში. რაში მდგომარეობს ეს სასიხარულო ცვლილება და ამ ცვლილების შედეგი. რა სასიხარულო ცვლილება.
აქ მენტალური ჯანმრთელობა აშკარად. აქ აშკარად იყო მენტალური ჯანმრთელობის სიტუაციები, სადაც ბევრი პესიმიზმი იყო, შეიძლება ვიღაცის გამო, რაღაცის გამო გულნატკენი იყო მესამე პოზიცია და ძალიან დიდი ხანი იყავით ამ სიტუაციაში. რაც ზეგავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრების ხარისხზე და ბევრ სხვა სფეროზე, შეიძლება ეს мотиваციაც არ გქონდათ, რომ რაღაცები გიკეთებინათ, სურვილი გქონოდათ მოძრაობის, იქეთ წასვლის, აქეთ წამოსვლის, ხო? ნუ პოლიტიკურ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ საქართველოში, ესეც შეიძლება იყოს აქ. პლუს ესეც ამ ყველაფერთან ერთად. მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ რაღაც ისეთი ენერგიები იყო, რაც ძალიან რთულია, მძიმეა მესამე პოზიციისთვის და საერთოდ ენერგია არც კი არაა აქ, ხო? აქ უფრო მეტად მენტალური საკითხი იყო თუ ფიზიკური, თუ ორივე ერთად, მენტალური, ფიზიკური, ორივე ერთად, მაგრამ უფრო მეტად მენტალური, უფრო მეტად ფსიქოემოციური საკითხი, სადაც ვერ გრძნობს ბედნიერად თავს მესამე პოზიცია, უჭირს, რის გამოთაც მე ფიზიკური ძალაც არ აქვს, ხო? ბევრი შფოთვა, ბევრი სტრესი, პესიმისტური აზრები. სასიხარულო ცვლილება ზოგადად ზუსტად ეს არის, აი აქედან გამოსვლა. რაში მდგომარეობს კონკრეტულად აქ სასიხარულო? ხო, აი აქ გამოსვლა ამ სიტუაციიდან, სადაც მესამე პოზიცია დიდი ხანია შეიძლება იყო მსხვერპლის პოზიციაში და ეს ყველაფერი იყო რთული. თქვენს თავს ბევრი სირთულე, ასე რომ ვთქვათ, დაატყდა და უჭირს მესამე პოზიციას ამ ენერგიებში ყოფნას და ზუსტად სასიხარულო ცვლილება იქნება ამაში, რომ აღარ იქნებით ამ მდგომარეობაში და აღარ იქნებით ამ ენერგიებში. აი ეს არის აქ. რატომ აღარ იქნება? ვაიმე. კაც მომივარდა ეს, რატომ აღარ იქნება ამ ენერგიებში? იმიტომ რომ ცხრიანი კვერთხები, იმიტომ რომ თვითონ მესამე პოზიცია გამოვა თუ რაღაც სიტუაცია, აქ სიტუაცია დაგეხმარებათ, გიბიძგებთ, რაღაც სასიხარულო რაღაც ისეთი მოხდება, რაც გიბიძგებთ, რომ აქედან ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ და საერთოდ დატოვოთ ეს წარსულში. შედეგი ეს სიტუაცია საერთოდ მოიჭრება და წავა. და აქ აბსოლუტურად გაუმჯობესდება თქვენი მენტალური ჯანმრთელობა და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუ ვინმეს ქონდა აქ პრობლემები ფიზიკურ დონეზე, ესეც. ასე რომ გადასარევია აქ ეს ცვლილება მართლაც მშვენიერია. ფინანსები, აბა ფინანსები. რა სასიხარულო ცვლილება იქნება გამახვილ დღეებში ფინანსების სფეროში, მესამე პოზიციის ცხოვრებაში, ზუსტად რაში მდგომარეობს ეს სასიხარულო ცვლილება? და შედეგი. რა სასიხარულო ცვლილება. აქ თასების რაინდი ვინმე თუ რაღაც. კი ვინმე თუ რაღაც. ვერ გავიგე აქ ვინმეა თუ რაღაც, მაგრამ აქ რო ღელავდით ფინანსებთან დაკავშირებით და იყო არასტაბილური ფინანსური ფონი ან ფინანსებთან დაკავშირებით რეალური მძიმე პრობლემები, აი აქედან გამოსვლა. აი აქედან გამოდის მესამე პოზიცია, ფინანსური პრობლემებიდან გამოსვლა. რაში მდგომარეობს? ნუ იგივეა აქ ფინანსებიდან გამოსვლა, ფინანსების გამჯობესება, შანსი. აქ ვინმე ეხმარება მესამე პოზიციას თუ თვითონ მესამე პოზიცია, ხო, თვითონ, ნუ დახმარებაც იგრძნობა მაინც აქ, მაგრამ ძირითადად მაინც თვითონ მესამე პოზიციაზე აქ საუბარი. შედეგი უფრო მეტი რელაქსი ფინანსებთან დაკავშირებით თუ გამოსვლა. რელაქსი ფინანსებთან დაკავშირებით და აღარ არის ღელვა ფინანსებთან დაკავშირებით აქ. არ ჩვეულებრივი სიტუაციები არ მინდა ვთქვა, მინდა ახლა ვიკითხო ზოგადად რჩევა მესამე პოზიციისთვის, ხო? ეს სასიხარულო ცვლილებები რომ მალე მოვიდეს და არ გამოტოვოს მესამე პოზიციამ, რჩევა. Parents, მშობლები. The divine truth is that your parents internally love you to the best of their ability. The angels are helping you heal from any pain associated with your mother or father. ანუ აქ მშობლებზეა საუბარი. შენი მშობლებიო, ну თუ მყავთ მშობლები ახლა ცოცხალი ხო? რომც არა, აქ არსებითი მშობლები მაგაზე არ არის, არამედ არის იმაზე, რომ შენი მშობლებს ძალიან უყვარხარ, ხო? თუნდაც იყოს გქონდათ გარკვეული პრობლემები თუ რაღაც გახსოვდეთ, რომ მათ თქვენ ძალიან უყვარხართ და ისინი სთხოვენ ანგელოზებს, რომ თქვენ მიიღოთ დახმარება და თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ თქვენ მშობლებს, ხო? ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და ვისაც არა, სულიერად მიმართოთ, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, ფიზიკურად მიმართოთ, ხო? თქვენ მშობლებს და იცოდეთ, რომ მათ თქვენ უყვარხართ. ხო? არ ვიცი, ვისთვის იყო საჭირო ამის გაგონება, მაგრამ რადგანაც ამოვიდა, ალბათ ვიღაცისთვის იყო აქ საჭირო ამის მოსმენა და გაგონება, ხო?
ასე რომ ეს იყო ასეთი რჩევა მოგცა ორაკულის დასტა. წარმატებებს უსურვებ ყველას. თუ გინდათ რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და ეს ასე იყოს, აუცილებლად დაკომენტარეთ ამ ვიდეოს ქვემოთ. კომენტარი დატოვეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო და თუ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, ნუ ელოდების ნუ რაფერს გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც გველოდება და ასევე ვისაც უფრო მეტად აინტერესებს ინდივიდუალურად მის სიტუაციის განხილვა და გაშლის გაკეთება, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ბედის მატრიცასთან დაკავშირებითაც მივიღებ კლიენტებს და ყველაფერი არის მოცემული ჩემი კონტაქტები ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ შემეხმიანოთ. წარმატებები ყველას, ბედნიერებას, მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.